კოდექსთან უნდა განვაგრძოთ საუბარი, როგორც საარჩევნო კოდექს ბარიერზე, არჩევნების ბარიერთან დაკავშირებით, ასევე მართველი გუნდის განცხადებებზე, თვითრწმენაზე, რომ 2024 წლის არჩევნებს ის სუფთად მოიგებს, შეიძლება ასე ითქვას. დღეს კობახიძე ამბობდა, რომ 100 მანდატზეც კი ექნებათ მათ პრეტენზია და ამ ქვეყანაში არანაირი კოალიციური მთავრობა არ იქნება 2024 წელს. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა აძლევს ასეთ რწმენას მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც თავადაც კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, რატომ ეშინია ახლა ამ კოალიციის და რატომ აქვს ასეთი უარყოფა? გამარჯობა, მოგესალმებით საღამომშვიდობის. ბოდიშ გიხდით, რომ ესეთი ცოტა უხერხული სიტუაციიდან გერთვებით გზიდან, მაგრამ შევეცდები, რომ საინტერესოდ გესაუბროთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. მე უსმენდი დღეს თქვენ სტუმრებს და ეს დისკუსია დროულად გაიხსნა, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას და რომელიც ეხება რა მოდელით უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მივიღოთ ყველაზე საუკეთესო ვერსია არჩევნების შედეგად. შემდეგი მთავრობა რომ უნდა იყოს კოალიციური, ეს არის არა მხოლოდ უკვე მომწიფებული პოლიტიკური მოდელი და მართვის ის ფორმულა, რომელიც ახლა ჭირდება საქართველოს, არამედ ამას ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ მოსახლეობა მოემზადა, მომწიფდა უკვე იმისთვის, რომ არაერთპარტიული მმართველობისთვის, არამედ სხვადასხვა პარტიების შედეგად შემდგარი მრავალპარტიული კოალიციის პირობებში ანდოს, ესე ვთქვათ, თავისი მანდატი. რატომ ეშინია მაგათ თქვენს კითხვაზე მმართველ პარტიას? ძალიან იოლად გასაგებია მათი შიში, იმიტომ რომ ეხლა მეოთხევადა წარმოუდგენელია მეოთხევადით არჩევნების მოგება თანაბარ და სამართლიან პირობებში, ამიტომ მათ ძალიან ეშინიათ ბარიერის დაწევის პირობებში, რაც არის პირველი მოსმენით უკვე მიღებული ეს კონსტიტუციური ცვლილება და რაც არის ევროკავშირის მედიაციით მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიციურ მთავრობას ვიღებთ დაბალი ბარიერის პირობებში, იმიტომ რომ რამდენიმე პარტია გადალახავს და რამდენიმე პარტია იმ მანდატებს გადაინაწილებს, მაგრამ თუ ბარიერი არ დაიწევა, ის მანდატები, რომელსაც მიიღებენ სხვადასხვა პარტიები, 2 მანდატი, 3 მანდატი, 1 მანდატი, ეს იკარგება და საბოლოო ჯამში ეს გაუნაწილებელი მანდატები ბარიერ გადაულახავი პარტიებისთვის აღმოჩნდება მმართველი პარტიის ყურებაში. კი ბატონო, დაბალი ბარიერი, როგორც დაწეული ბარიერი საფრთხეა ხელისუფლებისთვის, თუმცა მაღალი ბარიერი საფრთხეა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის, ხომ მეთანხმებით. შესაბამისად, რა არის ის გამოსავალი, ის მოდელი, რომელზეც უნდა იმუშაონ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელსაც აქვს საფრთხე 5%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის? ძალიან კარგი კითხვაა და აი ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციას არ უნდა გაუჭირდეს. არის გამოსავალი. გამოსავალი არის ბლოკები არ გვექნება ამ მოდელით, ხო? ამ ჩანაწერით, რაც კონსტიტუციაში. ამიტომ რამდენიმე პარტია საერთო სიით უნდა გამოვიდეს, უნდა შეიქმნას ჩემი ესე ვთქვათ საუკეთესო ფორმულა და საუკეთესო მოდელი, როგორცაც მე ვხედავ 2024 წელს, იქნებოდა 3 დიდი მსხვილი გაერთიანება. ანუ ვაშაძის მოდელს ეთანხმებით თქვენ? მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, კარგია რომ გიორგიც ამას რზია. ერთი იქნება ნაციონალური მოძრაობა და ალბათ მასთან დაკავშირებული არ ვიცი რამდენიმე პარტია. მაგრამ დანარჩენი პარტიები თუ პროდასავლური პარტიები შეძლებენ საერთო სიის დაწერას და ერთიანი რაღაცა კოალიციური ფორმატით გამოსვლას, ეს საუკეთესო შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ეს მანდატები. ეს შესაძლებელია, მე არ დამიმალავს, მათ შორის თქვენს ეთერშიც თქვი, რომ პირადად ხელს შეუწყობ, რომ ეს პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება
დროის დაუკარგავად ჩამოყალიბდეს, ფორმირდეს ესეთი ალტერნატიული არჩევანი პროდასავლური პარტიების და ამ მომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ყველა გემოვნების პოლიტიკოსი დაინახოს აი ამ ერთიან დიდ სიაში. შეიძლება აქ ყველა ერთად არ იყოს, მაგრამ ნუ 2-3 სხვილი აი ესეთი საარჩევნო სუბიექტი ერთი საარჩევნო სიით და ეს პარტიები ერთ საარჩევნო სიაში ჩაეწერებიან, ეს ტექნიკურად შესაძლებელია. აი ამ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული მიმღებლობა არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთის, კოალიციური მთავრობის და ალბათ დამეთანხმებით, რომ მიმღებლობა ნაწილ პარტიებს ერთმანეთის არ აქვთ. თქვათ, დასრულდა არჩევნები ისე, როგორც თქვენ საუბრობთ. კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებელი რესურსი მოიძებნება ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელთაც ერთმანეთის მიმღებლობაზე პრობლემა აქვთ? უნდა გაიზარდოს მათ შორის ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ვერ ახერხებს გადააბიჯოს საკუთარ წყენას და ბუტიაობას. პოლიტიკა არ არის ის სივრცე, სადაც შენ ვერ ძლევს შენს პირად სურვილებს და ამბიციებს. ეს არის კომპრომისების ხელოვნება და კოალიციური მმართველობა. თუ ამისთვის ემზადება ოპოზიცია და ამისთვის ემზადება, ეს ნიშნავს კომპრომისების, ანუ დათმობების გზით სიარულს. ვის ვინ მოწონს და ვის ვინ ეჯავრება, ამისი დრო არ არის. არსებობს უფრო დიდი მიზანი, ეს არის საჯარო ინტერესი, ქვეყნის ინტერესი. თუ პოლიტიკაში ხარ, კეთილი უნდა ინებო, შეძლო კომპრომისებზე წასვლა, მოლაპარაკების ხელოვნება ამას ნიშნავს და რაღაცა საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს უნდა მოხერხდეს. მოკლედ მიპასუხეთ და უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს. რომ არა კოალიცია, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ შეიკრა, ამხელა გამარჯვების შესაძლებლობა მას ექნებოდა მაშინ? არა, რა თქმა უნდა, მაკა. რა თქმა უნდა, ვერ. ეს იყო ფორმულა, რომლითაც ჩვენ გავიმარჯვეთ 2012 წელს და არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება, უნდა გავაანალიზოთ რა არის გამარჯვების ფორმულა და ვიაროთ ამ ნაცადი სწორი გზით. კი ბატონო, მადლობა ეკა ბესელიას. მემშვიდობებით ჩვენ რეკლამაზე გავდივართ.